გამარჯობა. თქვენ უკვე იცით რომ მე მქვია გიგლა. ვიცი ყველაფერი რაც Google-მა და კიდევ რაღაცეები. თუმცა უკვე დროა მეტი გაიგოთ ჩემს შესახებ. მე გახლავართ ინტერნეტ საიტ MyGov.g's ადმინი. ეს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა. ჩემი სამსახურებრივი მოვალეობაა უზრუნველყო რომ ყველა სახელმწიფო თუ კერძო სერვისი, რითაც სარგებლობთ ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ განსაკუთრებულ დღეებში, ხელმისაწვდომი იყოს თქვენთვის ინტერნეტითაც, სახლიდან გაუსვლელად. მაგალითისთვის მოდით ავიღოთ მუსიკა. უფრო ზუსტად კი მუსიკალური ინსტრუმენტები. ზოგს მოსწონს გიტარა. ზოგს კლავიშები. ზოგს ჩასაბერი ინსტრუმენტები. ზოგს კი დასარტყამი. მაგრამ ყველას უყვარს, როცა ეს ყველაფერი ერთად ჟღერს. სწორედ ასეთია მოქალაქის პორტალის კონცეფცია. ყველა სახელმწიფო თუ კერძო უწყების ყველა სერვისი ერთ ვირტუალურ სივრცეში, ერთ საიტზე. MyGov.g. კარგად დაიმახსოვრეთ ეს მისამართი. ის აუცილებლად გამოგადგებათ. ინტერნეტში ავკრიფოთ მისამართი MyGov.g და შევიდეთ მოქალაქეთა პორტალის მთავარ გვერდზე. როგორც ხედავთ, აქ შესაძლებელია გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები, გაზი, დენი, წყალი, ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზიები და კიდევ უამრავი რამ, რაზეც თქვენ და თქვენი მეუღლე კამათობთ ხოლმე ვისი გადახდის ჯერია. გარდა ამისა, შეგიძლიათ მიიღოთ სახელმწიფო უწყებების მომსახურებაც, ბიზნესის ონლაინ რეგისტრაცია, საწარმოს ინფორმაცია, უძრავი ქონების ჩამონათვალი, უძრავი ქონების ამონაწერის განახლება, ინფორმაცია ავტომობილის ფლობის შესახებ, რეგისტრაციის მისამართის ცვლილება, განაცხადი განქორწინების განმეორებით მოწმობაზე. იმედი მაქვს ამ მომსახურებით ხშირად არისარგებლებთ. სერვისების სრული ჩამონათვალი თითქმის უსასრულოა. ელექტრონული ID ბარათი. ეს არ არის მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ID ბარათით შესაძლებელია მოქალაქის პიროვნების ონლაინ იდენტიფიკაცია. იგი ელექტრონული დოკუმენტების ციფრული ხელმოწერით დადასტურების შესაძლებლობასაც იძლევა, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით იურიდიული ძალა გააჩნია. ჩვენ საიტზე ID ბარათების მფლობელები ინტერნეტით მიიღებენ ყველა სახის კერძო და სახელმწიფო მომსახურებას. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ID ბარათი ვირტუალურ ქვას ხედავს. უპირველეს ყოვლისა უნდა შეხვიდეთ საიტზე MyGov.g და გაიაროთ იდენტიფიკაციის პროცედურა. იდენტიფიკაციის პროცედურის გავლის შემდეგ მომხმარებელს გამოუჩნდება პირადი პროფილი, სადაც განთავსებულია სერვისების ჩამონათვალი. სერვისის მისამართის ცვლილება არჩევის შემდეგ მომხმარებელთან ჩანს მისამართის ცვლილების პროცესის განსახორციელებლად საჭირო ველები. მესაკუთრის თანხმობით არჩევის შემდეგ მომხმარებელს გამოუჩნდება ორი დამატებითი გრაფა. ველების შევსების შემდეგ მომხმარებელი აწვება ღილაკს გაგზავნა. სისტემაში მოთხოვნის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ეკრანზე ასევე ჩანს შეტყობინება, რომელიც პასუხად აბრუნებს მოთხოვნის კოდსა და ნომერს. მესაკუთრეს აქვს საშუალება დაადასტუროს ან უარი უთხრას მომთხოვნ პირს. განაცხადის დადასტურების ან უარყოფის შემთხვევაში მომხმარებელს სამოქალაქო რეესტრიდან მისდის შეტყობინება ელ-პოსტასა და მობილურ ტელეფონზე, რომელიც ატყობინებს განაცხადის დამუშავების შედეგად მიღებულ საბოლოო შედეგს. მე ახლა ამას ისე ვერ ყვები, მაგრამ საიტზე რომ შეხვალთ და თქვენით გააკეთებთ ამას, ნახავთ რომ ყველაფერი გაცილებით მარტივია. მადლობა პირიქით თქვენ ყურადღებისთვის, მაგრამ მე ჯერ არ დამიმთავრებია ჩვენი საიტის უპირატესობებზე საუბარი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია MyGov.g's საძიებო სისტემა. საძიებო ველში თუ ჩაწერთ შესაბამის სიტყვას, სისტემა მაშინვე ამოაგდებს ყველა შესაძლო ვერსიას, რომელი სერვისით სარგებლობა შესაძლოა გსურდეთ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საიტზე შეგიძლიათ გქონდეთ თქვენი პერსონალური გვერდი, სადაც ნახავთ რამდენი მოსახელე და მოგვარე გყავთ, მიიღებთ უამრავ საჭირო, საინტერესო და სახალისო ინფორმაციას. პერსონალურ გვერდზე გექნებათ პირადი ინბოქსი, სადაც სახელმწიფოსგან მოგივათ შეტყობინებები ყველა თემაზე, რაც მნიშვნელოვანია მოქალაქისთვის. თქვენი პერსონალური გვერდიდან აღარ დაგჭირდებათ აპლიკაციების ხელით შევსება. სისტემა თვითონ შეავსებს შესაბამის ველებს საჭირო მონაცემებით. და რაც მთავარია, პერსონალური გვერდი შეუძლია ჰქონდეს ყველა მომხმარებელს, ვისაც აქვს ID ბარათი. ჩვენი საიტი იმდენად მომხმარებელზეა ორიენტირებული, რომ თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ რა ახალი სერვისის დამატება გნებავთ ჩვენ საიტზე და ჩვენ თქვენ სურვილებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. ბუნებრივია რაციონალიზმის ფარგლებში. ნუ რა კი შამპანურს არ მთავაზობთ, ჩემსაც დავლევ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საიტზე MyGov.g, სადაც თავმოყრილია ყველა კერძო და სახელმწიფო სერვისი ერთ სივრცეში.